გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ისევ თქვენთან ვართ, მე და აკაკი. და ისევ ვაგრძელებთ ჩვენ უმაღლესი პლანეტების თემას, როგორც შეგვპირდით და დღეს ნეპტუნი. ნეპტუნი, რომელიც მე მიმაჩნია ყველაზე ერთ-ერთ რთულ პლანეტად, არანაკლებ რთულ ვიდრე პლუტონი. იმიტომ რომ პლუტონი თუ მოდით ასე ვთქვათ, მოადა პირდაპირ ჩაგარტყავს თავში რაღაცას და შენ გეტკინება და მიხვდები რატო ჩამარტყა, ან არ მიხვდები, ყოველ შემთხვევაში გეტკინება. ნეპტუნი სულ სხვანაირად იქცევა. ნეპტუნი ანუ საერთოდ გაკარგინებს სიფხიზლეს. და ზოგჯერ ადამიანები ნეპტუნის დაძაბული ასპექტებით თუნდაც ჰარმონიული ასპექტებით გრძნობენ რომ რაღაცა ისე ვერ მიდის, მაგრამ ფორმალურად კატასტროფა არაფერი არ ხდება, მაგრამ ნელა ისე გაკარგინებს აი ამ სიფხიზლეს, ისე გაკარგინებს აი ამ რეალობასთან ურთიერთობას, რომ როგორ აცდი, როგორ მოხვდი ამ სიტუაციაში, ხო, საერთოდ ვერ ხვდები. კარმულად წარსულ გამოცდილებაში რაზე მეტყველებს ძირითადად ნეპტუნის ასპექტები, რომ რეალობას გაეკეცი, რომ საკუთარ პასუხისგებლობაზე ვარ ითქვი, რომ გაიხსენი რაღაცაში, დაკარგე საკუთარი თავი, თუნდაც ყველაზე საუკეთესო თემებში, თუნდაც წმენაში, თუნდაც სისტემაში, თუნდაც ადამიანში, მაგრამ მოხდა გახსნა, საკუთარი თავის დაკარგვა და შესაბამისად დღეს უკვე ამოცანა არის, რომ ისწავლო განსხვავება ილუზიის, ოცნების განსხვავება რეალობისგან, რომ ისწავლო გამოსვლა მსხვერპლის როლისგან და ანუ შენ შეძლო საკუთარ თავს უთხრა სიმართლე, რეალობა დაინახო და რთულია ეს მე გეტყვით რომ რთულია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პლუტონის ასპექტები წინა აი ლაივში რაც ვილაპარაკე თითქოს უფრო რთულია, ნეპტუნის ასპექტებს მოაქვს გაცილებით მეტი პრობლემები ჩემი პრაქტიკიდან ყოველ შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, ყველა სასურველია, რომ ყველა ეს თემა, უმაღლესი პლანეტების თემა დავწვითოთ პროფესიულად, ნეპტუნსაც ეს ეხება და რას ნიშნავს პროფესიულად დავწვითო, ვილაპარაკო შინაარსებთან, მდგომარეობებთან, შეგრძნებებთან, ანუ უხილავ თემებთან, ხო, აი თუ თავისი რიგი პროფესიები აქვს ნეპტუნს, აი ამ თემებთან მივიდე და ნუ მეტნაკლებად მაშინ იწვირთება, თუმცა არა ცხოვრების პირველ ნახევარში. ხო. ეხლა უშუალოდ მზეზე ნეპტუნის დაიწყე შენ. მზისა და ნეპტუნის შეერთება, ну, ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია, იმიტომ რომ მზე ეს არის ჩვენი თვით რეალიზაცია. ანუ როგორ ვაცნობიერებ საკუთარ მეს, საკუთარ თავს. როგორ ხედავ რეალობას, ეს არის ჩვენი ცნობიერება მზე მარტივად რო ვთქვათ. როცა ნეპტუნი უერთდება, ცოტა ილუზიები შემოაქვს ჩვენს ცნობიერებაში. მზე ნეპტუნის შეერთებით ადამიანებს ხშირად აქვთ საკუთარი თავის გაცნობიერების პრობლემა, საკუთარი მეს გაცნობიერების პრობლემა. აი ბავშვობიდან რო ვუყურებთ ესეთ ადამიანებს, მუდმივად აქვთ დაკარგულობის განცდა. სად ვარ? რამდენად სწორ ადგილას ვარ? თითქოს ყოველთვის რაღაცა ამაღლებულს ეძებენ, რაღაცა შემოქმედებითს ეძებენ. თუ იპოვეს ეს ნეპტუნიანური საქმე, იქ კიდე კარგად გრძნობენ თავს. თუ არა ხოლმე ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე პრობლემას, რომ სულ გარბიან სიტუაციიდან. ანუ რაღაც სიტუაციაში მოდიან, მატერიით რაღაც კონკრეტული თემით სიამოვნებას ვერ იღებენ, სხვა სიტუაციაზე გადადიან. მანამ სანამ ისეთ სფეროს არ იპოვიან, რაც დაკავშირებულია ნეპტუნიანულ საქმიანობასთან და სადაც ამ პიროვნულ დონეზე არ იგრძნობენ როგორი შეგრძნება მაქვს იცი მზე ნეპტუნის შეერთების ადამიანებზე. აი შენ ცდილობ ხო რომ რეალობა დაანახო, სიმართლე დაანახო, რეალობა დაანახო, ეუბნების სიტყვებს, ეს სიტყვები რაღაც შუშას ეჯახება. ანუ ის რჩება იმ თავის ილუზიაში. შუშას ეჯახება
და უკან შენ გიბრუნდება, ასეთი შეგრძნება მაქვს და როცა ეუბნები რომ როცა მაინც იძულებ რომ გაქცეს პასუხი, გამეცი პასუხი, გამეცი პასუხი, ის ეუბნება, გამანებე რა თავი რა. აი არა ეს რეალიზმის და თავის დაბრმავების ასპექტია. ხო, თავის ის რომ არ უნდა ამ რეალობას შეხედოს, არ უნდა იმას თავისი რეალობა აქვს, თავისი სიმართლე აქვს და ძალიან რთულია. თავის სამყაროში ცხოვრობენ რა. ნახეთ, მაგრამ ქალების რუკაში საკმაოდ არასასიამოვნო ასპექტია, განსაკუთრებით შეერთება ძალიან ხშირად ესეთი ქალები იზიდავენ, ანუ ზოგადად მზე არის მამაკაცის მოდგმა, ასე რომ ვთქვა, ჩვენ ცხოვრებაში. ქმარი, ხო, ქმარი, ან თავარი მამაკაცი. და ეს, რა ქვია, ნეპტუნის შეერთება რო აქვს, სულ იზიდავს მამაკაცებს, გაუკრკეველ მამაკაცებს, რომელსაც აუცილებლად რაღაც სისუსტე აქვს. ფსიქოლოგიური სისუსტე აქვს, იქ რა ვიცი მე, ხო, დამოკიდებულებები შეიძლება კონდეს, შეიძლება, რა ვიცი, პროფესიულად შეიძლება დაუშვათ მოიზიდა მხატვარი, მაგრამ მსმელი დაუშვათ, ხო? აი სუსტი მამაკაცები და ან ზოგჯერ უამბიციო ადამიანები, რომელიც ანუ მიედინებიან, ნაკაც მიყვებიან, ხო, რომელსაც არ შეუძლია იყოს ლიდერი და მერე იწყება პრობლემა. ეს ქალი თუ ძლიერია, ხო? მერე ის ცდილობს, რომ ეს მამაკაცი გადააკეთოს და შეუძლებელია ამის გადაკეთება. ეს არის, ეს მოცემულობა ასეთი შეუძლებელია და შესაბამისად იზიდავს რაღაც ილუზიით. დედა ტერეზას როლში გამოდის გადამარჩენო. ხო, იზიდავს ილუზიით, იმის იმედით, რომ ეს გადარჩება და ეს ხდება ნებისმიერ ასპექტზე, სხვათა შორის, განსაკუთრებით შეერთებაზე და ოპოზიციაზე და აქ ამოცანა არის რა, იცით, სანამ არ განთავისუფლდება ამ ილუზიისგან, სანამ საკუთარ თავს არ დააყენებს პირველ ადგილას, ყოველთვის ასეთ სიუჟეტს მოიზიდავს, იმიტომ რომ ის იგონებს არარსებულ გმირს. და მერე ცდილობს, რომ ის არარსებული არსება გადააკეთოს ისე, როგორც თვითონ უნდა და ესე არ გამოდის. ხო, აი ესეთი თემაა. კიდე მამის თემაა ხოლმე ხშირად, რომ ქალის რუკაში განსაკუთრებით მამა ან შორს არის, ან რაღაცა სისუსტეები აქვს და ესეთი ქალები მერე რაღაცნაირად აი მიუწვდომელ მამაკაცებს იზიდავენ ხოლმე. ან მიუწვდომელი რაღაცნაირი გაიდეალებული წარმოდგენა აქვთ ხოლმე მამაკაცების მიმართ. ხო, აი მაგალითად შეერთებაზე და ოპოზიციაზე არის ხშირად. არ არის აუცილებელი რომ ცუდი მამა ან შორს იყოს. ზოგჯერ არის კეთილი მამა, მაგრამ სუსტი. უფრო ყველაზე ხშირად ამ დახასიათებას აძლევენ. კი მამა ყავს, კი ახლოს კი, ანუ ძალიან კეთილი, ძალიან საყვარელი, მაგრამ სუსტი. ვერ დაეხმობები რა. ხო, ვერ დაეხმობ. გიყვარს, უყვარხარ, მაგრამ სუსტი. ეს ქალის რუკაში და ეხა მამაკაცის რუკაში ცოტა თვითონ არის კაცი ცოტა ნეპტუნური. ხო, ცოტა ის მასკულინურ თემებიდან გადის რა და სისუსტეებია გარკვეული სახის ნებელობის სისუსტეა. ხო, გარკვეული სისუსტეებია, ნახეთ. აი მარსიც თუ არ უკაჩავს, მე რასაც ვაკვირდები ხოლმე, აი ძალიან მიყვებიან დინებას და რაღაცნაირი ცხოვრობენ, მოშვებული ცხოვრებით. ხო, ანუ რუკამ, ნახეთ, თვითონ რუკამ სინთეზში უნდა გაუკაჩოს რა, შეიძლება ძალიან დადებითადაც იმუშაოს, ეხა მე შემხვედრია ესეთი შემთხვევები, როცა პროფესიულად, აი მაგალითად ძალიან საკმაოდ ძლიერი მამაკაცი, მაგრამ ნავთობის თემაში მუშაობს, საკმაოდ შემდგარი მამაკაცი არის. ნეპტუნის კვადრატი, ხო? კი, ანუ ნახეთ, ხო, ეს კარგი მაგალითია. აი მაგალითად იუნგი, ხო, იუნგს ნეპტუნის კვადრატი ჰქონდა და იყო ფსიქოლოგი, ფაქტობრივად პირველი ფსიქოლოგი, პირობითად პირველი ფსიქოლოგი ვთქვათ, რომელიც მშვენივრად ტვირთავდა და ეს უკვე აღარ იყო სისუსტე, იმიტომ რომ დანარჩენი რუკა ლაპარაკობდა ამაზე. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად, ანუ გაუტოლოთ სისუსტეს არ შეგვიძლია. ან მაგალითად ესეთი ასპექტი ძალიან ხშირად აქვს ადამიანს, ვინც მსახიობებს მაგალითად, ვინც მუსიკის თემაშია, ვიდეოს თემაშია, აუდიოს თემაშია, ვირტუალურ სამყაროშია, ანუ ნახეთ, აქ ჩვენ ვერ ვიტყვით ერთმნიშვნელოვნად, რომ აუცილებლად ნეგატივად წავა. ჩვენ უბრალოდ გაჭრით ნეგატიური სიუჟეტი რა შეიძლება იყოს. ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ დანარჩენი რუკა რას აკეთებს, ხო, როგორი მარსია იქ, როგორი მთვარე აქ ადამიანს, როგორი დანარჩენი პლანეტები როგორი აქ, მაგაზია დამოკიდებული ბევრი რამე, მაგრამ ხშირად კიდევაც ვხედავთ სისუსტის თემას.
თუმცა ნეპტუნზე ჰარმონიურ ასპექტებიც მუშაობს უფრო იმიტომ რომ დამაძინებელი ასპექტია და ჰარმონიული ასპექტი ხო ისედაც დამაძინებელია და ნეპტუნიც დამაძინებელია და ხშირად ადამიანს დაძაბვა არ უნდა რა არ მინდა რა დაძაბვა წავალ ვითევზავებ ბუნებაში გავალ მაგრამ დაძაბვა არ მინდა ხო ან მაგალითად მთვარე ნეპტუნის კვადრატის დროს შეიძლება ადამიანს მავნე საშუალებები წენდეს და აქედან გამომდინარე ვერ გახდეს დამოკიდებული და ტრინის დროს ორგანიზმი იტანდეს და აქედან გამომდინარე შეიძლება მთვარე ნეპტუნის ტრინის დროს მარტივად შეჯდეს ნარკოტიკებზე, სასმელზე და მავნე საშუალებებზე. მე მაგალითად შემხვედრია სიტუაცია, როცა მთვარე ნეპტუნის ოპოზიციაზე ადამიანმა ცადა მაგალითად ნარკოტიკული საშუალება, მაგრამ ორგანიზმმა არ მიიღო ეგრევე. ანუ ოპოზიცია თითქოს დაძაბული ასპექტია, მაგრამ ოპოზიცია ზუსტად არ მიღების ასპექტია და ჰარმონიულ ასპექტებზე შეირგებდა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თხილად შეხედეთ ამ ჰარმონიულ და დაძაბულ ასპექტებს, ხო? ხო. რაც შეეხება, რადგან მთვარეზე გადავედით, რაც შეეხება მთვარეს, უნდა განვასხვაოთ ქალის რუკა, მამაკაცის რუკა, იმიტომ რომ თვითონ მთვარე ქალისთვის მნიშვნელოვანია და როდესაც დავუშვათ მთვარე ნეპტუნის შეერთება, ძალიან ხშირად ეს ქალები კი ძალიან გზნობიარები არიან, ძალიან ახმადები არიან, მაგრამ ძალიან ხშირად არიან მსხვერპლის როლში. და კი ანუ ძალიან გძნობს ის ქალი, ანუ სხვის ტკივილს გძნობს, სხვის მდგომარეობაში შედის, მაგრამ იღებს ამ მსხვერპლის როლს და სხვა ადამიანებს რა უნდა შენ თუ იღებ ამ როლს, მე რატო არ ჩაგაყენებ ამ როლში? რატო ხდება ეს? იმიტომ რომ თვითონ ეს ქალი შინაგანად გაუცნობიერებულად უარყოფს საზღვრებს, უარყოფს. ის ცხოვრობს თითქოს ქრონიკულ მოლოდინში, ქრონიკულ იმაში შეცოდებაში, იმედში, რომ რაღაცნაირად გაიგებენ, რაღაცნაირად გამიგებენ. ხო. მამაკაცისთვის შენ თქვი რა არის ეს? ხო, მეც შეერთება მაგ მთვარის და ნეპტუნის. ხო, მოყევი. ხო და ბევრი სიუჟეტები, ეს მგრძნობიარობა, გადაჭარბებული ემპათიურობა ხოლმე ხშირად, თვითმოტყუების შანსებია ხოლმე. ქალის თემები ზიანდება ხშირად, დედა ხოლმე შორს, ბები აზრდის ხოლმე ხშირად ესეთ ადამიანს მთვარე ნეპტუნის შეერთების დროს და ესეთი გარემოებები გვაქვს ხოლმე. კაცის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ქალების გაიდეალება მაგალითად. აი მაგალითად უნდოდეს ისეთი ცოლი, როგორიც ყავდა დედა და დედის ხატი ქონდეს ძალიან გაიდეალებული. ან მე შემხვედრია მაგალითად სურათი, რომ დედა არ ყავდა ბავშვობაში, გარდაეცვალა მოზარდობის ასაკში და იმდენად ყავდა ეს დედის სახე გაიდეალებული, რომ ზუსტად იგივენაირ პარტნიორს ეძებდა. შეიძლება იყოს გარკვეული სახის იმედგაცრუებები ქალებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ესეთი კაცები ხშირ შემთხვევაში გარკვეული სახის წარმოდგენებს იყალიბებენ წინასწარ ქალზე, რომ რაღაცა ესეთია და როდესაც უკვე მატერია ხო იდეალურია და როცა რაღაც მატერიას ეჯახებიან და რეალობას ეჯახებიან ხოლმე, აქვთ იმედგაცრუებები. ხო, შეიძლება იყოს გადაჭარბებული ემოციურობა, манипуляტორებიც არიან საკმაოდ კარგები მთვარე ნეპტუნის შეერთებით. ნებისმიერი ქალების და განსაკუთრებით. ქალები თავისი სუსტით манипуლირებენ. და თუ კარგად იტვირთება ეზოთერიკაში, შემოქმედებით საქმიანობაში, მუსიკის თემებში ძალიან კარგი აღქმა აქვს ხოლმე. კი. აი ადამიანი მთვარე ნეპტუნის შეერთებით თითქოს პირდაპირ გრძნობს ადამიანს რა აწუხებს. აი სხვის ადგილას მარტივად შეუძლია წარმოედგინოს თავისი თავი ხოლმე სხვის ტყავში მარტივად შედის ხო ამ ასტრალურ ველში შედის ძალიან მარტივად. ჩემთან მაგალითად მე მერწყული მაგ დატვირთული და ძალიან კონტაქტური ვარ და კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ იმდენად ვიღლები მომენტებში ამ მთვარე ნეპტუნის შეერთების გამო რომ პერიოდულად თუ არ განმარტოვდი ერთი დღე მაინც და არ დავისვენე კარგად და ენერგია არ აღვიდგინე, მუდმივი ურთიერთობები და კონტაქტები არ შემიძლია. ხო, ამიტომ ითვლება რთულ ასპექტად, იმიტომ ყველაფერს ისრუტავ. გინდა არ გინდა მიაქცევ ყურადღებას, არ მიაქცევ ყურადღებას, მაინც ყველაფერს ისრუტავ და ეს არის ძალიან რთული. იტვირთები და პერიოდულად გაწმენდები გჭირდება, ანუ ამ შლაკებისგან, აგვისგან, რომელსაც ისრუტავ, ამისგან გჭირდება ეს. და გაუცნობიერებლად ხდება ეს ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვერ ხვდები, რომ მაგალითად მომენტში შეიძლება ვერ მივხვდე, რომ ამან ახლა ჩემზე გავლენა მოახდინა და რაღაცა 2 საათში უაზროდ ხასიათი შემეცვალოს. ხო. აი ძალიან მარტივად რო. ხო, ცვალებადი ემოციური ფონია, ხო.
კვადრატი ნაკლებად რთულია ჩემის აზრით. კი, პერიოდულად არ ტყავს ადამიანს, აი ამ ილუზიების თემა, შეცდომების თემა, პერიოდულად ვარდება რაღაცა გაუგებარ სიტუაციებში, ანუ ერთი მხრივ ემოციური უსაფრთხოება ჭირდება ადამიანს, მეორე მხრივ რაღაცა უცებ ისეთ სიტუაციაში მოხვდება, სადაც ტყუდება, მოდით ასე ვთქვა, ტყუდება და ძირითადად კვადრატი ძალიან კარგად იტვირთება პროფესიულად თუ დატვირთავს ადამიანი გაიძულებს მაინც მოქმედებას და იმის. სხვა ოპოზიცია უფრო რთულია იმ თვალსაზრისით, რომ გარედან შემოდის გაუგებარი სიტუაციები რა. ანუ ყოველთვის ოპოზიცია არის გარედან შემოსული სიტუაციები, გაუგებარი პარტნიორები, რაღაცა შეცდომაში შეყავ ხარ, შენც მზად ხარ, რომ იმ შეცდომას გაყვე, სულ რაღაც აფერისტები, ტყუილები და აი ესეთი თემები და რეალურად ეს ასპექტი გეუბნება იმას, რომ ემპათიას მიყვებიო, ანუ ჯერ დაფიქრდი რა, ათამდე დაითვალე და მერე მიიღე ეს გადაწყვეტილება. ვინ უნდა შეგეცოდოს და ვინ უნდა შეგეცოდოს, ვინ არ ყველა არ შეიძლება რომ ყველა გეცოდებოდეს. ანუ დაწყებული მცენარიდან დამთავრებული იმითი, რა ქვია, ადამიანი რომ დედა ყავთ რაღაცით სუსტი და ეს მგრძნობიარობა მაქედან მოყვება თხოვნი ან ავადმყოფობდა ან რაღაცა სისუსტეები ქონდა დედას. აქ არის ის რა არის, იცით, რომ აქ არის მზადება ადამიანის, რომ თავისი ენერგია დახარჯოს სხვაზე და ამ დროს თავისი თვითონ ნულზე დარჩეს. აი ეგ თემა აქ ამ ადამიანებს და კარმულათაც ეს თემა, ანუ ეს არის მსხვერპლის როლი და მზადება, რომ იყოს ადამიანი მსხვერპლის როლი. შეწიროს თავის სხვას. შეწიროს თავის სხვას, ხო, ამის მზადება. კარგი. ეხა ნეპტუნი, მერკური. ხო, ნეპტუნი და მერკური ზოგადად ერთმანეთის ანტიპოდი პლანეტები არიან, იმიტომ რომ მერკური ეს არის ყველაფერი ლოგიკური, რაციონალური, ნეპტუნია ყველაფერი ილუზორული, გაურკვეველი. მერკური ნეპტუნის შეერთების დროს ადამიანს შესაძლებელია ცხოვრების რაღაც მომენტში გაუჭირდეს დეტალების და წვრილმანების აღქმა, აზროვნება უფრო აბსტრაქტული იყოს. ანუ ძალიან კარგი ინტუიცია შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და შინაარს ძალიან კარგად აღექვავდეს ყველაფერში, მაგრამ პრობლემა ჰქონდეს ყოველდღიურობაში დეტალების აღქმის, წვრილმანების აღქმის. აი კვადრატზეც და ოპოზიციაზეც რომ უყურებ მერკური ნეპტუნის ასპექტი, ვისაც აქ აი მომენტებში ესე ჩაფიქრებული არის, სადღაც იყურება, ელაპარაკები ეძახი და არ გისმენს. ანუ ის გასულია თავის ფანტაზიებში. პოზიტიურ ვარიანტში შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი სიზმრებიდან მოჰქონდეთ ინფორმაცია. ანუ ნახე ოპოზიციას, მერკურ ნეპტუნის ოპოზიციას თუ ავიღებ ოფიციალურად უძახით ნათელსმენელების ასპექტი, ნათელსმენელების. ხო, რომ ადამიანს შეიძლება ხმა ესმოდეს, ინფორმაცია მოდიოდეს, იმიტომ რომ ნეპტუნი გარე სამყარო შემოდის ნეპტუნით. და შესაბამისად ეს ადამიანი თავისი მერკურით მოქმედებს ამ ნეპტუნის თემებში. ეს არ გამორიცხავს, რომ მიწერ სიტუაციებში, შეცდომებში შედის, რა თქმა უნდა, სულ არ გამორიცხავს, მაგრამ თავისი პლუსი ამ ასპექტს აქვს. გარდა ამისა, მაგალითად, ნეპტუნი მერკურიზე ძალიან ხშირად ხან ჰარმონიული ასპექტი, ხან შეერთებით მათემატიკოსების რუკებში უხედავთ. უმაღლესი მათემატიკის რუკებში, იმიტომ რომ პროგრამისტების რუკებში უხედავთ ამას, რატო? ხო, და კარგია ზოგადად დაძაბული ასპექტებიც, რომ დაიტვირთოს პროგრამირებით, იმიტომ რომ ეს არის მოქმედება ვირტუალურ სივრცეში. ვერცერთი ნორმალური ტვინი მაგას ვერ უძლებს, ხო, ჩარჩოში მოქცეული ტვინი და ამ შემთხვევაში ეს მოწყვეტილია, მაგრამ დაძაბული ასპექტების შემთხვევაში, ანუ ადამიანი უნდა იცით უპრობლემოდ არ ხდება, გადასვლა უპრობლემოდ არ ხდება. ეს გადასვლა, ხო. ამიტომ კი, თავარი თემა არის ის და მერკური ეხა მნიშვნელოვანი პლანეტაა, იმიტომ რომ მერკური არის, რასაც ვფიქრობთ და გადაწყვეტილებებს იქიდან ვიღებთ, რასაც ვფიქრობთ, ხო? და ქაოსია ხოლმე ტვინში მაგას. ადამიანმა ისწავლოს, აი ეს რომ თვითონ ტყვილი არ უნდა თქვას, ანუ ეს რაღაცა
საეჭვო ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს, ფაქტები არ უნდა დაამახინჯოს, იმიტომ რომ კარმულად არის ზუსტად ეს ასპექტი, რომ აი ასეთ თემებში იყავი და შესაბამისად ხო, აი მერკური ასია რა. მერკურის დადებითად გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება. წერილებს ყავთ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ ფანტაზია ფსიქიური პრობლემებიც მინახია მერკურისთან დაკავშირებით, როცა დაარჩენი რუკა უწყობს ხელს. გონებაა ძალიან მშფო თუ არა ილუზორული რეალობის და იმის გარჩევა უჭირთ, ხო? რეალობიდან გასული თემა, რეალობიდან გასული თემა. ისა ხშირად ტაროს შლიან კარგად ხოლმე ამ ასპექტით, აი კარგი ინტუიცია. ხო, ტაროს პროგრამისტები არიან გადასარევები, მათემატიკოსები არიან. რაც შეეხება ვენერას, ну ქალის და კაცის რუკაში ცოტა განსხვავებული არის, მაგრამ ყოველთვის ვენერა დაკავშირებულია ილუზიასთან სიყვარულში. ქალის რუკაში განსაკუთრებით როგორც კი ის ქალი იწყებს შესვლას განსაკუთრებით შეერთება, როგორც კი იწყებს შესვლას პარტნიორულ ურთიერთობებში, ეგრევე ილუზიები უჩნდება. კი, მისი გრძნობები არის ძალიან სიღრმისეული, ხო, მაგრამ ყოველთვის მზად არის, რომ პარტნიორულ ურთიერთობაში იყოს მსხვერპლის როლში. ეს არის ყველაზე ცუდი, ანუ ის ამეორებს, ანუ იმეორებს ამ სიუჟეტებს ძალიან ხშირად, მანამდე სანამ ამას არ გააცნობიერებს, ხო? სანამ ისედარტყმებს არ მიიღებს მამაკაცისგან, რომ საბოლოო ჯამში ადრე თუ გვიან ეს ცნობიერდება. დარტყმებს რატო იღებს? ზუსტად იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებს. ზუსტად იმიტომ, რომ გააცნობიეროს ეს თემა. და მამაკაცის რუკაში უფრო ხშირად მუშაობს როგორც ქალის იდეალიზაცია. იმდენად რეალური ქალი კი არ უყვართ, არამედ რაღაცა სახე უყვართ, ხო, შექმნილი სახე. ანუ მუზა, ანგელოზი, ხო, რაღაცა ძალიან არომანტიზირებს ეს ისა და რა თქმა უნდა, როცა და რეალურ ცხოვრებაში ხო რეალურ ადამიანთან გვაქვს საქმე და მე ეს იწვევს უკვე გულგაცრუებას, წასვლას რეალობიდან, მისწრაფება რაღაც ფარული კავშირებისკენ, არა სიმყარე ემოციური და ასე შემდეგ. რთულია ყველაზე გაგრძელე შენა ოპოზიციაზე თქვი. ხო, ну, პოზიტიურ ვარიანტში ეს შემოქმედებით უნარებსაც გვაძლევს ვენერა ნეპტუნის შეერთება ხელოვნებაში ძლიერები არიან და ეს ამაღლებული გრძნობები, ამაღლებული სიყვარული, თუმცა ცოტა შეიძლება დავიკარგოთ მერე გრძნობებში. ხო, ოპოზიცია რთულია, იმიტომ რომ შემოდიან ისეთი პარტნიორები, რომლებიც ხშირად გვატყუებენ, ან იმედი გვიცროვდება ამ პარტნიორებისგან, აი მე შემხვედრია მამაკაცის რუკაში, რომ ქალის სხვა სიუჟეტით შევიდა ურთიერთობაში და გარკვეული პერიოდის მერე აღმოაჩინა, რომ რეალობა სულ სხვა იყო. ესეთი მოვლენებიც ხშირად გვაქვს ხოლმე. ნეპტუნი ყოველთვის დაზიანებული ასპექტები, განსაკუთრებით ნეპტუნის გვაძლევს იმედგაცრუებებს. ხშირ შემთხვევაში ვიყალიბებთ გარკვეული სახის წარმოდგენებს, რომ პარტნიორი ესეთია, ურთიერთობა ესე იქნება. მოდი ერთ ჩანსაც მივცე, ანუ რეალურად ხედავთ ლოგიკურად აღვიქვავთ ხო სხვა ადამიანი, ან თვითონაც შეიძლება ხვდება, რომ პარტნიორს ეს სისუსტეები აქვს, ეს პრობლემა აქვს. შეიძლება სისუსტეები არ ქონდეს, ძალიან ძლიერი ტიპიც იყოს, უბრალოდ არ უნდადეს ურთიერთობა, არ იყოს რაღაცა მყარი ურთიერთობებისთვის მზად და ეს ადამიანი აქედან იყალიბებდეს წარმოდგენას, ატყუებდეს თავის თავს და ანუ მაინც მოლოდინები ჰქონდეს პარტნიორისგან. აქ მთავარი ის არის, რომ ხო, ხდება ის, რომ მაინც და მაინც რაღაცა სუსტი პარტნიორი შემოდის. ნუ ქალის კაცის რუკაში უფრო. ხო, კაცის რუკაში. აი ემიგრანტები მოყავთ ხშირად ცოლად ხოლმე. ანუ მოტივი მოყვანის არის შეცოდება, მაგალითად დახმარების გაწევა, მაგრამ მაგ მოტივს დიდხანს ვერ ქაჩავს ადამიანი, ნახე. ანუ შეეცოდა, დაუშვა დახმარება ჭირდებოდა, მოიყვანა ცოლად, მაგრამ რეალურად იქ სიყვარული, გადაკვეთა, ქიმია არ ყოფილა, შეცოდება იყო მოტივი და მე მოხდა ის, რომ ანუ ცოტა ხანში აზემოვიდა და აღარ უნდა და უკვე აღიზიანებს და მე უკვე აგრესია უჩნდება ამ თავის პარტნიორის მიმართ, ვითომ იმის ბრალი ყოფილიყო. რამე. ანუ და კაცის რუკაში შეიძლება რაღაცას გარკვეული სახის სისუსტეებით მიიზიდოს ხოლმე ქალი. ან რაღაცა შეცოდების მომენტით იყოს ხოლმე. ნუ ოპოზიცია ყველაზე რთულია. ოპოზიცია ყოველთვის რთულია, იმიტომ რომ გარედან შემოდის სიტუაცია და გარედან შემოდის
ანუ როგორ გაარკვიო სიმართლე ტყუილისგან რა ესეთი სიტუაცია შემოდის. გაურკვეველი პარტნიორები შემოდიან, ხო ზოგადად გინა ქალის რუკაში, გინა კაცის რუკაში, იმიტომ რომ ვენერა ყოველთვის პარტნიორულ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, ხო? და ქალებს მაგალითად ოპოზიციით, ხო? ვიძახით დაძაბული ასპექტი, დაძაბული, მაგრამ მოწონთ ეს ნეპტუნის თემები, მოწონთ, მიისწრაფიან ამ ნეპტუნის თემებისკენ. ხო, ძალიან კარგია თუ შესაბამის სფეროებში წავლენ ეს ქალები, გადასარევი იქნება, მაგრამ ყველგან ყველა ეტაპზე მოწონთ. პარტნიორულ ურთიერთობაში თვითონ მოწონთ ეს გაუგებრობა ურთიერთობაში, თვითონ მოწონთ ეს ილუზია ურთიერთობაში და მერე თვითონვე შედიან შეცდომაში. და ხშირად ეს ვენერა ნეპტუნის ასპექტები ემპათიის მომენტშიც გვაძლევს ხოლმე მატერიალურ დანაკარგებსაც. მაგალითად, ყველაზე ხშირად, კი. შეეცოდა ასეს ხა, რა თქმა უნდა, არ დაუბრუნებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში უკან და მატერიალური მხრივ პრაქტიკულობა უნდა ისწავლოს ადამიანმა ფულთან მიდგომის მხრივ. და ბოლო ასპექტი მარსის მარსის ასპექტი, რა თქმა უნდა, ქალის რუკაში მე ძალიან არ მომწონს, როგორც მარსი ნეპტუნის ის არის, იმიტომ რომ რეალურად სუსტი მამაკა, აი მარს უკვე რეალურად შემოყავს რეალური სიტუაციები არა, რეალურად სუსტი მამაკაცები შემოყავს. პასიური დაკარგულები, რომელსაც მოქმედება არ შეუძლიათ ნეგატიურ ვარიანტში რა. ანუ მე ამ ქალს უწევს რომ ყველაფერი თავის თავზე აიღოს, ან გაბრაზდეს, იმიტომ რომ ის ხო არ მოქმედებს და თუმცა გაუჩნობიერებლად ის თვითონ ირჩევს ასეთ მამაკაცს. და აქ ამოცანა რა არის ნებისმიერ შემთხვევაში რანაირი ასპექტიცაც არ უნდა ახებოდეს ნეპტუნი მარს არის რომ შენ უნდა იმოქმედო და პასუხი აგო მხოლოდ შენ თავზე და არა ეძებო იდეალური პარტნიორი და არ უნდა კონდეს ცდილობა რომ ეს პარტნიორი გადააკეთო და აქ მამაკაცის რუკაში ეს მარსი ნეპტუნის დაძაბული ასპექტი შეერთება ხო რეალურად ანუ ასუსტებს ქმედით ნებას ანუ უჭირს ასეთ მამაკაცს რომ პირდაპირ გზით იაროს, აუცილებლად მოვლითი გზებით უნდა იაროს, ანუ უჭირს რომ სადაც საჭიროა კონფლიქტი, იქ კონფლიქტში შევიდეს და ანუ თავისი გადაწყვეტილების დაცვა უჭირს და ძალიან ხშირად ანუ შეგრძნება აქვთ რომ ნებისმიერი პირდაპირი აგრესია ეს არის ცუდი, ეს არის არასწორი. სამაგიეროდ მოვლითი გზები ძალიან კარგად შეუძლიათ, ხო. აი ესეთი თემაა და ნუ რა თქმა უნდა შესაბამისად პირდაპირი პასუხისგებლობა თავის ანუ არასდროს არ აკეთებს არაფერს ისე პირდაპირ რომ პასუხისგებლობა აიღოს თავის ქმედებაზე. მოკლედ გადამიარეთ ლიამას. გადამიარეთ. ნუ შენ twirთავ ამ ასპექტს, ხო? ანუ შენ კვადრატი გაქვს, ხო? შენ twirთავ ამ ასპექტს. ნუ გეტყვით აი ჩემთან როგორ მუშაობს მაგალითად. აი დღეს რო დავსახავ გეგმებს, мотиваცია მაქვს რომ აი ხვალ ამებს გავაკეთებ, ვიზავ და აი მართლა ენერგეტიკულად თავს გრძნობ რომ ეს შემიძლია და აუცილებლად ვიზავ. ხვალ ეს ქმედითი მუხტი უკვე გამქრალია მეორე დღეს. მეზარება და ხშირ შემთხვევაში ეს მარსი ნეპტუნის კვადრატი მუშაობს ხოლმე ისე რომ მარტო ვფიქრობ და ვოცნებობ რას გავაკეთებ. თან მარსი კუროშია, ნეპტუნი მერწყულში და პრაქტიკულად შეიძლება ბოლოს არაფერი არ გავაკეთო. მხოლოდ ის ნეპტუნი მერწყულის ფიქრები და იდეალები და ილუზიები იყოს. მაგრამ მაინც რაღაცას ფიქრობ, იმიტომ რომ ეხა შენ გაკვადრატი, ნახეთ კვადრატი ცოტა განსხვავებულია. კვადრატი არის დისკრეტული. დისკრეტული იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად ირთვება. ანუ განსხვავებით შეერთებისგან და ოპოზიციისგან. ანუ ეს დისკრეტული ასპექტია და პერიოდულად. ეხა მე ხაკაკის კარგად ვიცნობ და მაგალითად ხო პერიოდულად ძალიან ჩართულია რაღაცეებში, ძალიან ჩართულია თუნდაც პრაქტიკულ საქმეებში, თვითონ საჭმელს გააკეთებს, არც დაალაგებს ანუ ეს მარსი კუროში ყავს, მაგრამ პერიოდულად ემართება ესეთი ჩავარდნის, ენერგეტიკული ჩავარდნის სიტუაცია. ეს არის კვადრატი, ანუ პერიოდულად ხდება ეს. და აი, შეერთება და ოპოზიცია ორივე მუდმივ მოქმედი ასპექტებია. და რა გამოდის ოპოზიციაზე, რომ როგორც კი ადამიანი იწყებს მოქმედებას, აქედან შემოდის გაუგებარი, აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი გარემოებები,
რომ და ადამიანის აკრობს ამ ქმედების მუხს აკრობს და უკვე ხო მე უკვე ადამიანი გადადის ოცნებაზე და არა რეალურ საქმეზე. თუმცა იგივე ასპექტი მეტყველებს აი ოპოზიცია იმდენთ არა შეერთება მაგალითად მეტყველებს იმაზე რომ ადამიანს კარგად შეუძლია მოქმედება ნეპტუნის სფეროში. კარგად. ნეპტუნის სფერო რა არის? დახვეწილი სამყარო. ეს არის წმენის თემა, ეს არის დახვეწილი ენერგიების სამყარო. მე მაგალითად ვიცნობ ადამიანს, რომელსაც მარს ნეპტუნის შეერთება ჰქონდა და იყო ეს ადამიანი ანუ მაგიაში იყო ეს ადამიანი. სასულიერო პირებსაც ხშირად. მაგიაში იყო, ანუ დახვეწილ ენერგიებთან ჰქონდა საქმე. თუმცა რეალურ ცხოვრებისთვის ცოტა მოწყვეტილი იყო. აი ასე რომ თუ დატვირთე კარგია. თუ არა თამშვილდოსანში თუ შეერთება ძალიან აღვირახსნილებიც არიან ხოლმე ხშირად ეს საზღვარი როცა არა. ქმედებებში არა საზღვარი. ზოგადად მარსი ნეპტუნის შეერთება მით უმეტეს ხო მშვილდოსანში განსაკუთრებით ხო როცა ანუ საზღვარი არა აქვს თავის აი მამაკაცობის შემოწმების საზღვარი არა აქვს და ხო ეს აღვირახსნილობას კი იმაშვება. აი ეს იყო პრინციპში ნეპტუნის ასპექტები, მე მგონი დავასრულოთ ამითი, აგემშვიდობებით, კარგად იყავით.